ამერიკელმა სენატორებმა როჯერ უიკერმა და ბენ კარდინმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს. რეზოლუცია რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო შეჭრას და მისი ტერიტორიების ოკუპაციას, ასევე მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ქმედებებს გმობს. რუსეთის ფედერაცია უკვე დიდი ხანია ცდილობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. დრო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ მკაფიო დაჩვენეს, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიების მიტაცებას. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმება. საქართველოდან გაიყვანოს მისი ჯარები და საერთაშორისო მონიტორებსა და ჰუმანიტარული დახმარების პერსონალს მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის სენატორ კარდინის განცხადებით, რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უნდა დარჩეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების მხრიდან რეაგირების გარეშე. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების უხეში დარღვევაა და პუტინის რეჟიმის მიერ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ნორმებისა და დემოკრატიული ფასეულობების ხელყოფაა. ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები ამ ქმედებებს მტკიცედ უნდა აღუდგნენ წინ. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორია და ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში უფრო ღრმა ინტეგრაციის მიმართულებით განაგრძობს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. მაგალითად, ახლახან საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირებას ოფიციალური თბილისი გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მნიშვნელოვანს უწოდებს ამ ფაქტს და აღნიშნავს, რომ ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური მუშაობის შედეგი. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს ორპარტიული რეზოლუცია მოიპოვებს მხარდაჭერას სენატის მხრიდან. მისი შეფასებით, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს.